როიტერსის ცნობით ევროპელებმა გადაიფიქრეს უკრაინაში თავისი მშვიდობის უმყოფელების გაგზავნა და ახლა ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებენ. სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელებმა თავიანთი ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმით შეექმნათ სამხედროების გაგზავნიდან სხვა ალტერნატივაზე გადართეს. მიზეზი პოლიტიკურ და ლოგისტიკურ შეზღუდვებშია, ასევე იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც მათ გეგმებს რუსეთი და შეერთებული შტატები უწევენ. ვიდრე ლონდონი და პარიზი უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ უკრაინაში, 1000 სამხედროს გაგზავნაზე მომავალი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად დიპლომატები ამბობენ, რომ ისინი იაზრებენ, რომ ასეთი ძალების გაგზავნა ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა. ისინი ამ გეგმიდან უკან იხევენ და ცდილობენ თავიანთი ქმედებები უფრო გონივრულ ნაბიჯებად გარდაქმნან, განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა. კიდევ ერთი დიპლომატის თქმით, როდესაც უკრაინა უკეთეს პოზიციაში იყო სამხედროების გაგზავნის იდეა მიმზიდველი ჩანდა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ადგილებზე და ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის პირობებში ეს მიმზიდველ გეგმას არ ჰგავს. ვალერი ზალუჟნიმ აღიარა, რომ უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის გამო უპილოტო საფრენი აპარატები რუმინეთის და ზოგჯერ პოლონეთის ტერიტორიაზეც აღწევდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებს ძალიან მკაფიოდ ესმით, რომ არ არსებობს არანაირი ნატოს მეხუთე მუხლი და არც არასოდეს იარსებებს. ეს ესმის პოლონეთს, რომლის ტერიტორიაზე პერიოდულად ცვივა ხან ჩვენი, ხან კი რუსული რაკეტები. რუმინეთს საერთოდ ყველაფერი ესმის, უბრალოდ ჯუმადაა. და ზოგჯერ მეც მიგვეს და მეუბნება გავჩუმდე, ვეუბნები 2 შახიდი ჩამოვარდა თქვენ სპორტში, რატომ არაფერს ამბობთ? გაჩუმდი ძალიან გთხოვ, პასუხობს ის. შემდეგ კი მირეკავს და მეუბნება, რატომ ჩართით ეს თქვენი რადიოელექტრონული ბრძოლა, ყველაფერი ჩვენთან გამოფრინდა. მერე ჩამოაგდეთ, თქო ვეუბნები, თქვენ ხომ 40 F-16 გაქვთ. დიდი ალბათობით პოლიტიკური დაცვის გარდა არაფერს ჩვენს ეს არ მოგვიტანს. ჩვენთვის ასეთივე მოჩვენებითია უკრაინაში რაიმე კონტინგენტის შეყვანის ვარიანტი. ხაზგასმით ვამბობ, ეს დოქტრინა 1990-იანების შუა წლებში მიიღეს, როდესაც ყველაზე მაგარი ბიჭები შემოჰყავდათ, ისინი ვიდეო რგოლებს იღებდნენ, რომლებსაც მერე CNN-ზე აჩვენებდნენ. კითხეთ ახლა სამხედროებს და მოგიყვებიან, რა ომია ეს. იქ ნატოს ჯარისკაც მხოლოდ ეს ვიდეო რგოლი რომ აჩვენოთ, არა მხოლოდ მსახურების, არამედ ყველაფრის სურვილს დაკარგავს. ეს საშინელი რაღაცეებია, რომლებისთვისაც ისინი დღევანდელ დღეს სამწუხაროდ მზად საერთოდ არ არიან. ბრიტანული გამოცემის ტელეგრაფის ცნობით, ევროპის გადაიარაღების თემამ ევროკავშირში განხეთქილების არსებობა გამოავლინა. ერთი მხრივ არიან ამერიკის გავლენის შენარჩუნების მომხრეები და მეორე მხრივ ევროპეისტები, რომლებსაც ამერიკისგან დამოუკიდებლობა უნდათ. სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ამ პოზიციიდან ვერც ერთი ვერ მოუტანს სარგებელს უკრაინას. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი დიდი შემართებით ლაპარაკობს ევროკავშირის გადაიარაღებაზე, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადასაყვანად მას არ აქვს არც პოლიტიკური კაპიტალი და არც საბიუჯეტო საგადასახადო სიმძლავრე. საფრანგეთში ბიუჯეტის სტრუქტურული დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ში ადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწყება, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ვალმა შარშან 112%-ს მიაღწია. 2029 წლისთვის კი 124%-მდე გაიზრდება და ესეც სამხედრო ხარჯების გაუთვალისწინებლად. მაკრონი 2030 წლისთვის აპირებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას მთლიანი შიდა პროდუქტების 0,8%-ით, მაგრამ გაუგებარია, როგორ აპირებს ის ასეთი ზრდის დაფინანსებას იმ ვალდებულებთან ერთად, რომელიც უკვე აღებული აქვს და რომლებიც ხაზინისთვის ისედაც დიდი ტვირთია. ესენია ხელოვნური ინტელექტის ბატონობა, ბირთვული რედაქტირების მთელი ფლოტი და სხვა რამ. ამასთანავე ის პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ფრანგულ სოციალურ მოდელს. ევროკომისიის გეგმა ევროპა 800 მილიარდ დოლარად გადაიარაღოს მარცხს განიცდის, რადგან ამ თანხის დიდი ნაწილი თეორიულია, ხოლო რეალურ დაფინანსებას 150 მილიარდი დოლარის ოდენობით პრობლემები ექმნება, მათ შორისაა უნგრეთის ვეტოც. დიდი ბრიტანეთი, ევროპული სამხედრო ეკონომისტების მნიშვნელოვანი ნაწილი და პარტნიორი უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. გეგმიდან გარიცხულია, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ლონდონთან და პარიზთან შესაძლო ბირთვულ შეკავებაზე. ევროიდეოლოგია და პროტექციონიზმი ხელს უშლის ევროპის ეფექტიან გადაიარაღებას, წერს ტელეგრაფი.
კომპანია არისტონმა განაცხადა, რომ განაახლებს რუსეთში მუშაობას მას შემდეგ, რაც დაიბრუნებს კონტროლს შვილობილ კომპანიაზე არისტონ თერმო რუსი. არისტონ გრუპის აღმასრულებელი თავმჯდომარის პაოლო მერლონის ცნობით, კომპანიას გადაწყვეტილი აქვს განაახლოს საქმიანობა რუსულ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. ამავდროულად ის დაიცავს ყველა მოქმედ სანქციას და განაგრძობს საკუთარ მემკვიდრეობას ქვეყანაში. მანამდე ვლადიმერ პუტინმა გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც არისტონის რუსული აქტივები დროებით მართვის კომპანია გაზპრომის საყოფაცხოვრებო სისტემას გადაეცემოდა. არისტონი პირველი უცხოური კომპანიაა, რომელმაც რუსეთში დაბრუნების პროცესის შესახებ განაცხადა. ბრიტანული ინდეპენდენტის ცნობით UEFA განიხილავს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე. დღევანდელ დღეს იგეგმება ნაბიჯი, რომელიც მიმართულია რუსეთის ფეხბურთში დასაბრუნებლად, განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა მაღალი რანგის წყარომ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპული ფეხბურთის ზოგიერთი გავლენიანი ფიგურა ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის გარიყვას ფეხბურთიდან, რადგან ამას დაუსაფუთებლად მიიჩნევს. მაშინ, როცა სხვების აზრით რუსეთის გარიცვა თავიდანვე არასწორი იყო, უკრაინის ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფონზე მუშავდება გეგმა შეჯიბრებში რუსული გუნდის დაბრუნების შესახებ. საკითხის განხილვაში უკვე ჩაერთო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, რომელიც ადრე ღიად ემხრობოდა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. თემა შესაძლოა UEFA-ს კონგრესის დღის წესრიგში დადგეს, რომელიც ბელგრადში 3 აპრილს იგეგმება. ევროპელ ლიდერებს იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსის ანტაგონიზმი იყო პოლიტიკური შოუ, რომ ამით მას ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის მოპოვება სურდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვენსმა დახურულ ტექსტურ ჩატში, სადაც იემენზე შეტევის დეტალებს განიხილავენ, ევროპისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა. ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ვიცე-პრეზიდენტის ევროპისადმი ანტიპათიის როგორც ჩანს ღრმა ფესვები აქვს, წერს ამერიკული Wall Street Journal. მე უბრალოდ ბრძოლს ისევ ევროპის გადარჩენა დაწერა მან იემენელი ამბოხებულების წინააღმდეგ ამერიკელების დაგეგმილი დარტყმების განხილვისას. მან აღნიშნა, რომ სუიცის არხი ამერიკული ვაჭრობის მხოლოდ 3%-ს ატარებს, აი ევროპელების წილი კი ნამდვილად დიდია 40%. თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰაგესტმა ვენსის კომენტარის პასუხად დაწერა, სრულად ვიზიარებ თქვენს ზისხს ევროპელების პარაზიტობის მიმართ, ეს ყველაფერი ძალიან საცოდავად გამოიყურება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვენსმა წამყვანი როლი შეასრულა ვაშინგტონს და ევროპას შორის ურთიერთობის გამწვავებაში და მისი ზიზღის დონე ბევრად აღემატება პრეზიდენტ ტრამპის მსუბუქ ზისხს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ მისი პოზიცია ნაკარნახევია სურვილით, რომ ევროპა გაძლიერდეს შეერთებული შტატების ინტერესების გათვალისწინებით. ვენსის სხვა ახლო მეგობარმა და არაფორმალურმა მრჩეველმა ლიფსიმსმა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტს აქვს სრულად ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, რომელიც მკაფიოდ გააზრებულია. ესაა გულწრფელი რწმენა, ბევრი ევროპელი ბრაზობს მის კომენტარებზე, მაგრამ ისინი ვერ უარყოფენ მის არსს. დონალდ ტრამპი აღაშფოთა იმან, რომ ბაიდენის რეჟიმმა $8 მილიონი გადასცა მემარცხენე რადიკალ ჟურნალ პოლიტიკოს და ფულის დაბრუნება მოითხოვა. მდიდარი ხალხის კუთვნილი ეს ფული უნდა დაბრუნდეს, რაც შეიძლება სწრაფად, თქვა ტრამპმა. გარდა ამისა, აპირებს თუ არა ატეისი აბრიმსი დააბრუნოს $2 მილიარდი, რომელიც ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ მის ეკოლოგიურ ფონდს გადაურიცხა ჩემი უფლებამოსილების დაწყებიდან ცოტა ხნით ადრე. მან შემოწირულობის სახით გაიღო $100,000-დან $2 მილიარდამდე სულ რაღაც ერთ დღეში. ყოჩახ, ფული დააბრუნე. ქუჩის დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით კირ სტარმერმა ბრიტანეთში ნინძას მახვილი აკრძალა. ნინძას მახვილ სამზაფხულში აუკრძალავთ, როდესაც ჩვენ რაღაცას გვპირდებით ვასრულებთ კიდეც, დაწერა ბრიტანეთის პრემიერმა ტვიტერზე. ამ ფორმით სტარმერმა შეასრულა დაპირება, რომელიც ბრიტანელებს წელიწადზე მეტი ხნის წინ მისცა. დანაშაულმა დანების გამოყენებით ეპიდემიის დონეს მიაღწია და მთელ ბრიტანეთში ადამიანებს ცხოვრებას უნგრევს. პრემიერ-მინისტრის რანგში მე ერთხელ და სამუდამოდ აღმოუხარე ამ მომაკვდინებელი იარაღის გაყიდვა. ნათქვამია მის პოსტში, მთავარი ამ ზაფხულში განრისხებული ნინძები საყვარელი სათამაშოს დაკარგვის შემდეგ ქუჩებში არ გამოვარდნენ.